დავბრუნდი ისევ, დღეს მაინც და მაინც თავს კარგად არ ვგზნობ. ნუ რავი, ანუ სტრესი მაწუხებს. არ ვიცი, საიდან იჩინა თავის სტრესმა, მაგრამ ვატყობ, რომ შევიცვალე, ანუ ცხოვრების წესი სტრესის დამემატა. აი ეს ერთბაშად გადაწყობა მიცის ჩემი აზრით. ანუ, როდესაც გარკვეული ცხოვრების გარკვეული პერიოდი ცხოვრობ რაღაც კონკრეტული წესები და მერე უცებ იცვლი ამ წესებს, გეწყება სტრესი, დეპრესია და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ ბუნებრივია, რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს. ფეხის დღე მაქვს, მივდივარ დარბაზში. ნუ რა თქმა უნდა, წონის კლებაც კარგად მიდის. პროგრესი შეინიშნება. ახლა ვარ 102 კილო. სანამ ვარჯიშს დავიწყებდი, მგონი 109 ვიყავი თუ 110 არ მახსოვს. მანამდე უფრო მაინც არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. უფრო მეტი შემეძლო.
არ მოგატყუებთ იმის ფონზე, რომ ფეხი განადგურებული მაქვს, შვენიერი დღე იყო. ფეხი რა, ორივე ფეხი. დასაწყისში რო სტრესებს აუბრობდი, გაიარა, შედარებით აღარ მაქვს. აი ეგეთი დაძაბულობა და შფოთვა. ეს იმის შედეგია, რომ ვარჯიში ყველაფერს შველის. ხო, მართლა არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, კომენტარის დატოვება, არხის გამოწერა, რა თქმა უნდა. ამით დამეხმარებით. არ ვიცი ხა როგორ ჩანვარ. აქეთ არ არის განათება. იმედია კარგად ჩანვარ. გუშინ მოვიფიქრე რა უნდა დამერქვა ჩემს პროექტზე, ანუ ულტრამარათონზე. და მოვიფიქრე ესეთი სახელი. Solo 352. Solo გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი მონაწილე მე ვარ, ანუ ორგანიზატორიც მე ვარ, ერთადერთი ორგანიზატორი და ერთადერთი მონაწილეც მე ვარ. ხოლო 352, იმიტომ რომ 352 კილომეტრია თბილისიდან ზუგდიდამდე. მოკლედ, დაგემშვიდობებით. კიდევ ერთხელ არ დაგავიწყდით არხის გამოწერა, დალაიქება ვიდეოსი, კომენტარის დატოვება, რადგან დამეხმარება, არხს დაეხმარება განვითარებაში. დროებით.